ესე იგი, დღევანდელი გადაცემა იწყება. გამოვდივარ, ამას ვიტყვი, ამასაც ვიტყვი. მოხვედი? მიდი. ოთარ. ოთარ. რა მოგივიდა? კი, ახალი იცი როგორ? მოიტეხე? ნუ თითქმის. თითქმის. შავ კარკას ღებავდი ბათუმში და ჩამოვარდი, ხო? აი, ძალიან სასაცილო. ეს გამომართვია გეხმართ. აი, ეს რაცია გამომართვი. მერე? გიას დაუძახე. აი, მე გიას დაუძახე. გიას დაუძახო? ხო. როგორ დაუძახო გიას? გია. კარგი. წითელ კნოპკას უნდა დააჭირო. ღილაკია ჯერ ეს ერთი. ნუ ღილაკს. გია? მეოთხე საუწიე თქო. მეოთხე საუწიეო. ეს გამომართვი ხა? გახსენი. ხო. ეს აიღე ფუნჯი და თვალებ ქვეშ ამოისვი. ოთარ ეგ არა, დიდი. ამხელა სახე გაქვს. ასე? ხო. ცოტა კარგად. ისე ცოტა. კარგია. ეხლა აქეთ? კარგია, ჩადე ისევ. სტუმრები მოვიდნენ? კი, მოვიდნენ. მოვიდა ფანდურა? კი. კარგია. ინგა გრიგოლია მოვიდა? მოვიდა. გედი ფოფხაძე? მოვიდა. ძალიან კარგი, თავისუფალი ხარ, დიდი მადლობა. ოთარ, იცი რაღაც მინდა გთხოვ. ჩემი ფუნჯია ეს. კარგი, აიღე მაშინ. მიდი, დროზე უნდა დავიწყო. სხვათა შორის მე ესა, ხუმრობა მოვიფიქრე. რა ხუმრობა მოვიფიქრე? და წარმოიდგინე ხა? საგრიმიეროში ხარიან ხა ყველანი? ხო. ეს სტუმრები. წარმოიდგინე ხა? ვინ? გედი ფოფხაძე, ინგა გრიგოლია და ფანდურა. ხარიან ყველანი ხა საგრიმიეროში. და წარმოიდგინე ხა ხუმრობა ნახე როგორია. გედი ზის, ბატონი გედი ზის, აქეთ ყურში გრიგოლია უყვირის, აქეთ ყურში ფანდურა უმღერის და შენ ამბობ, თავს მოიკლავ გედი ამაღამ. ძალიან მაგარია. სასაცილოა ესე, ხო? არა, ეხა ეს სასაცილოა, გეკითხე. როგორ არის სასაცილო? ბატონი გედი ზის, აქეთ ყურში ინგა გრიგოლია ჩაყვირის, აქეთ ყურში კიდე გედი ზის და ის უმღერის, რა ქვია, ფანდურა და შენ ამბობ, თავს მოიკლავ გედი ამაღამ. ძალიან სასაცილოა. რა ვიცი, ვერ გავიგე მე ხურო. რა ვერ გაიგე, სიმღერა არიცი? მასიმ. თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ. ვიცი. მერე? არ გამოვა, იქ თეთრი გედია. თეთრი გედია. შევღებოთ. ვინ შევღებო? საქართველოს პარლამენტის დეპუტატი შევღებო ეთერში გადაცემაში? თეთრად. კარგი რა, ძალიან გთხოვ რა. არ მომწონს ეგ ხუმრობა და შევეშვათ რა. კაი, მაშინ პირიქით თქვი და მაგონთ მაინც თქვი რა, პირიქით იყოს. პირიქით. პირიქით როგორ იყოს? პირიქით და აქეთ ყურში გრიგოლია და იქით ყურში ფანდურა. პირიქით კაი იქნება. და სასაცილოა ეხა შეცვალე სტრუქტურა ხუმრობის და სასაცილოა ეხა ეს ხუმრობა. კი, ჩემი აზრით კი. მე უკეთეს გეტყვი. მიდი, აბა. ღარიბაშვილზე რო ვთქვა ეგ? რა? აი, თავს მოიკლავს სამაღამ. არა. რატო? იმიტომ რომ თეთრი არ არის. შევღებოთ. მართლა? არა. იცი რა, ძალიან თქვიანი გეუბნებოდა ეს ხალი. თეატრული რკავდა და რომ გითხრა რომ შენო იუმორთანო ძალიან შორს ხარო, აი ეგრეა, მართლა აზრზე არა ხარ, ჩინურია ყველაფერი შენთვის. მე უნდა ვიყო ამ გადაცემის წამყვანი. გაიგე? მე ძალიან გამანებად. სახლი შეღებე, სახლი. ძალიან სასაცილოა. შავი კარკასი რო გაქვს, შეღებე ჯერ. ლას-ვეგასში გათენდა. ზეახლა ამოვიდა. ვაშინგტონში შუა დღეა, დაცემაც წამოვიდა. ამსტერდამში ახლა 7 საათია, ვიტრინაში დგანან მონიკა, ჯენიფერი, სამანტა, გაბრიელა და ნატია. ტოკიოში შუა ღამეა, რობოტებსაც ეძინება, სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა.
გუშინ ფილარმონიაში როგორც იქნა ჩატარდა ქართული ოცნების ყრილობა 3 საათზე, რომელიც იყო დაგეგმილი, იყო ერთი აყალმაყალი და ცემატყება, მოგეხსენებათ ყველას, როგორ უნდოდა ყველას რომ მოხვედრილიყო ამ ყრილობაზე და ბოლოს ორგანიზატორებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ერთი სეანსი დაამატეს კიდე 7 საათიანი. ჩატარდა 3-ზე და ჩატარდა მერე 7 საათზე. ორ სეანსად ყრილობა. დიდი მადლობა. კვირის და ქართველებისთვის ალბათ საუკუნის მთავარი ამბავიც იყო ის, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური დისციპლინებიდან ამოაგდო ჭიდაობა. ანუ ჭიდაობა აღარ იქნება ოლიმპიური დისციპლინაო. ახლა მიდის საუბარი იმაზე, თუ რას დაამატებენ ჭიდაობის მაგივრად. მე შევიტყე, რომ აპირებენ დაამატონ ლათინოამერიკული ცეკვები. აი ნახეთ ხალხო, ქართველებმა ვერ დამაფასეს, მაგრამ ოლიმპიურ კომიტეტს არაფერი გამოეპარება. არაფერი. დამირეკეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან და მითხრეს, რომ ხო გახსოვსო ჩვენო ქართველებმა, რომ გავაგზავნეთო კოსმოსშიო სიმღერა ჩაკრულოო. ახლა გვინდა რამე ცეკვა გავაგზავნეთო. ეს ვიდეო ჩანაწერი ცეკვის და ორი ძირითადი კანდიდატი გვყავს და აი ვერ გადავწყვიტეთ რომელია. ესე იგი ერთი არის ანსამბლი სუხიშვილები და მე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც არ შეცდება ჩემი ქართველი ერი და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. დიდი მადლობა. მნიშვნელოვანი ამბავი იყო ის, აგრეთვე რომ მოგეხსენებათ, დაკითხეს გიგი უგულავა. ოღონდ ბატონი გიგი თვითონ კი არ მივიდა პოლიციაში. გამომძიებელი მივიდა გიგი უგულავასთან. ძალიან მაინტერესებს ახლა გიგი უგულავა თუ დამნაშავე იქნება. ციხე მივა გიგი უგულავასთან თვითონ. სადაც წავა გიგი ციხე წაყოლკა. შევეშვა ამას თავი. საინტერესო იყო ასევე დებატები დეპუტატებს სერგო რატიანსა და კობა დავითაშვილს შორის. ეს იყო ნათელი და ძალიან ისეთი კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ერთმანეთის პირისპირ ბჯდომ და მოწინააღმდეგე ქართველებს გაერთიანება, თუ კი მათ ერთი საერთო პრობლემა აქვთ. მაგალითად კოღო. აი, აქ წამყვანი ამბობს, რომ მე მგონი სტუდიაში შემოფრინდა კოღო და მეშინია კოღოებისო. ამბობს ეს ბატონი, რომ არანაირი კოღო აქ არ არის შემოფრინდა. როგორ არაო, ბატონი კობა ეუბნება. აიქო, შენთან დაჯდა მაგიდასთან, დროზე დაარტყიო, დროზე არ გაგექცესო. ეს დაარტყა და აცილა. ვაიმე, მე მგონი ლოყაზე დამაჯდა ეს კოღო დავიჩაშვლები, მოკალიო. დაარტყა. იდეაცია. შემოვარდა დაცვა, ვაიმეო, გაფრინდა კოღო, გაფრინდაო და გაიქცა ორივე დეპუტატი თან აგინებდნენ კოღოს. ასე აგინეს კოღოს. კარგი, საინტერესო რამ მოხდა გადაცემის მეორე ნაწილში, ამავე გადაცემის მეორე ნაწილში, სადაც ქართული ოცნების ერთ-ერთი მინისტრი და დეპუტატი ქალბატონი განიხილავდნენ აფხაზეთის პრობლემას. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ, როგორ მიმდინარეობდა აფხაზეთის პრობლემის განხილვა. გთხოვთ? აი რა უნდა მოხდეს, მივიღებთ იმას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ტერიტორიაზე საქართველოს დაუკითხავად რუსეთს ინვესტიციების და ფულის მოზიდვის საშუალება მიეცემა. ეხლა რა თქმა საშუალება? ეხლა რა? ამით ხელს შეუწყობს საქართველოს ამის ხელს შეუწყობთ იმას, რომ აფხაზეთი მეტად მოევა საქართველოს. ამას შეუწყობთ ხოლოს. დღეს ჩაკეტილია აფხაზეთი ჩვენი მხრიდან და რუსეთი ითვისებს და ითვისებს. რკინიგზის გახსნის შემთხვევაში, მაშინ ენგურხესი გავაჩეროთ. გავაჩეროთ ენგურხეს, სადღაც რატო მუშაობს? იმიტომ რომ ამის მობმულები არიან. ანუ მაშინ რატო ამით არ ხდება რუსული რაღაც გარკვეული ლეგიტიმაცია იქაც ხდება? არა საჭიროა ბავშვები რაღაცები. ჩვენ კაფიოთ ქართულმა ხალხმა. აი ხალხო, ასე. ჩვენ ქართველები უნდა გავიპრანჭოთ, გავიშალოთ თმა და წავიდეთ აფხაზეთის დასაბრუნებლად. სხვადასხვის ერთი მეგობარი მყავს, რომელიც არც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს და არც ქართულ ოცნებას. ერთადერთი პრობლემა აქვს, მხოლოდ არ აქვს მართვის მოწმობა. და ეშინია რომ არ დააჯარიმონ. ახლა არ დააჯარიმოს დღეს არსებულმა მთავრობამ და თუ ნაციონალები დაბრუნდნენო, მაშინ ნაციონალებმა არ დამაჯარიმონო და ესეთ ხერხს მიმართა. ნახეთ რა ნომერი აიღო. ასეთი ჭკვიანია ჩემი მეგობარი.
კარგი, სხვათა შორის იმ დღეს უსმენდი ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომელმაც თქვა, რომ მალეო გამოვაქვეყნებო CEPSO იმ ცნობილი ადამიანების, აქ იგულისხმება ჟურნალისტები, მომღერლები, მსახიობები და ასე შემდეგ, ვისაც უხდიდაო ნაციონალური მოძრაობაო, ძალიან დიდ თანხასო, მილიონებს ხარჯავდაო იმისთვის, რომ ეს ხალხიო ლოიალური ყოფილიყო ამ პარტიის მიმართ, ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ნუ მანამდე ხო ვიცით ისია რომ გამოქვეყნდა ვის ეხმარებოდა ბიძინა ივანიშვილი და ვის რამდენს უხდიდა თვეში, ანუ ეს სიაც ვიცით, ეს სიაც ვიცით. ერთადერთი შეკითხვა მაქვს. ხალხო, მე არ ვარსებობ საერთოდ? არ ჩავა? რა არის? ერთადერთხელ ნაბახუსევზე წამიყვანა ბაჩუკი ქარდავამ სახინკლეში დამპატიჟა და ისიც მე გადავიხადე. კარგი. 2015 წელს თბილისმა უნდა უმასპინძლოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ დღეებს. საქართველოში ჩამოსულია ოლიმპიური კომიტეტის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, რომელიც ათვალიერებს თუ როგორ მიმდინარეობს მზადება, სრულდება თუ არა სამუშაოები. რა თქმა უნდა, მივავლინე ჩვენი შეუდარებელი ბიჭი გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც არ შორდება გვერდიდან, ახლა ჩაგვერთვება ბატონი გუჯა. გუჯა, გამარჯობა გუჯა. გაგიმარჯოს ოთარ. როგორია სტუმრის შტაბეშტილებები? სტუმარმა 1 საათია რაც დაამთავრა დათვალიერება ოთარ და ამის შემდეგ რესტორანში წაიყვანეს, თუმცა რესტორანში შესვლამდე იგი გარკვეულ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაგრამ რესტორნიდან გამოსulis შემდეგ ცოტა გაურკვეველ კმაყოფილებას გამოთქვამდა ოთარ. გუჯა, რაინა გაქვს შენ? კარგი, პირველად სად მიიყვანეს? პირველად მიიყვანეს ოლიმპიურ აუზზე და ძალიან მოეწონა ეს აუზი ოთარ, თუმცა გაუკვირდა როცა შიგ მოცურავე ჩაცმული გოგონები იხილა, ორი გოგონა ცურავდა აუზში ოთარ და შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს გოგონები რუსთავი 2-ის ჟურნალისტები იყვნენ. და ჩაცმულები რატო ბანაობდნენ აუზში? არ ვიცი ოთარ, ზუსტად ვერ გიტყვი, მაგრამ ეთყობა ვიღაცამ ხელი კრა და ჩაყარა აუზში. და ვინ ჩააგდო? ოთარ, არ მინდა საკუთარ თავზე რომ ბევრი ვისაუბროთ, ამოდი თემა შევწყვეტ. კარგი, ხო, კარგი. მერე სად წაიყვანეს? ამის შემდეგ ოთარ სტუმარი წაიყვანეს სპორტის სასახლესთან. მან იქ დაინახა მზეჭაბუკი, რომელსაც ვიცით რომ ფოთოლია კაფარებული და იქ მეზოვეს იქვე უთხრა რომ ერთი ფოთოლი დარჩათ გამოსაგველიო. ეგეც კარგი ოხერი ყოფილა. მერე? არაფერი ოთარ, მერე უხერხულობა რო არ შექმნილიყო, სპორტის მინისტრმა მოატყვა რომ აი პრეზერვატივები რო აგზალის რა ვქნათ აბა ესე დღეში ვართო ქართველები. ეროვნულ სტადიონზე თქვა არამე? ძალიან მოეწონა ოთარ სტადიონი და ასე თქვა რომ მოუთმენლად ელის ახალგაზრდა ნიჭიერი სპორტსმენების ზეიმს ამ სტადიონზე. არ დაგიმალავდა, მეც მოუთმენლად ველი გუჯა. ოთარ მგონი შენ ვერ გამიგე. მოუთმენლად ელის ახალგაზრდა ნიჭიერ სპორტსმენებს და არა ხანში შესულ უნიჭო მოცეკვავეებს ოთარ. წესიერად ილაპარაკე შენ, ძალიან გთხოვ. ოთარ ეხლა ქვეყანაში როგორც ვხედავთ, ცოტა ცემატყების კვირეულია და მანდ არ მომიყვანო რა, თორემ მაგრად მიკითხი რა ვიცოდე. ამას უყურებთ რა. რატაშ უკრავთ, რა მოგეწონათ, ვერ გავიგე. მომისმინე ერთი. ცემა მორევაზია, მაგრამ რას მერჩი ერთი მითხარი. კაი, გეხუმრები ოთარ, ნუ გეშინე კარგი კაცია, შენ არის ბიჭი არ დადის თბილისში, ხო ეს მეორე. ოთარ, შენ არ შეგაწუხებ და მე დავამთავრებ ამ გადაცემას, ამ ჩართვას. ეს ვიყავი მე, მოპუტკუნებული გუჯა მაჭარაშვილი, ხოლო გადაცემას, თავის უაზრო გადაცემას ოთარ ტატიშვილი განაგზობს. კარგი, გუჯას დაველაპარაკები უახლოეს დღეებში. ჩვენ კი გაგიკვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ აქ მოვიდა ერთი გედია მაღამ და ძალიან ბევრი ვიფიქრე ვინ შეიძლებოდა ამ პოპულარული რუბრიკის სტუმარი ყოფილიყო. ბოლოს მაინც გადაწყდა გედევან ფოფხაძე. გთხოვთ.
დიდი მადლობა ბატონო გედი მობრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. რაო, როგორ ჩაიარაო ყრილობამო? მე დაგპატიჟეს after party-ზე? არა. ისე ვინ სვავს ყველაზე მაგრა ქართულ ოცნებაში? არ ვიცი მე ეს თქვა არ მქონდა მაგის დრო და საშუალება რომ ყველა შემომეწმებინა მე კაბესელეს კომიტეტში მუშაობ შესაბამისად მაგის საშუალება და ფუფუნება არ მაქვს რომ ვიარო და ვიქეიფობინეს. ნუ ეს ესეთი კლასიკური პასუხია პოლიტიკოსის. კარგი, კი ბატონო, ისე ბატონო გედი თქვენ მოაზროვნე ხართ და ყველაფერზე არ ვიცი, არ გეკადრებათ. რაღაცა უნდა იცოდეთ, რა. ყველაზე კარგი იუმორი ვის აქვს პარლამენტში ზოგადად? პარლამენტში ნაციონალებს. რატო? აქვს და მონოპოლია აქვს იუმორზე. იუმორზე აქვს მონოპოლია. თემურ ჭკვასელმა რო თქვა მე ვხუმრობ ყველაზე კარგათო? არა, ისინი უკეთესად ხუმრობენ. ისინი უკეთესად. კარგი. ახლა კოალიციაში ძალიან ბევრი ეძებს ვინ არის ჩანერგილი. ქართულ ოცნებაში. გედი პირდაპირ გეტყვი რომ მე მგონია რომ შენ ხარ ჩანერგილი. იმიტომ რომ რაზე შეგამჩნია და ხა ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და მეგობრულად გეტყვი ამიტომ. კაცმა არჩევნები მოიგე, მაჟორიტარი დეპუტატი იყავი, ხო? უნდა გიხაროდეს, ბედნიერი უნდა იყოს, შენ ეს წვერი მოუშვი, სახე ჩამოგტირის. რა გჭირს გამაგებინე? ცოტა მხიარულად. ჰა? რა ვქნა? აგიხსნა წვერზე და რა თქმა უნდა. რო არ მეგონო რომ ჩანერგილი ხარ, იმიტომ რომ მე დამავალეს თქვენ კოალიციაში გამოვლენა ჩანერგილების. ხო, ვაიმე. ხო, აბა მე განცერული ვარ. უკვე გამოვლენილი ვარ რაღაცა ახსნას. რატო? რატომ მოუშვიდა კაცო? არჩევნების წინ ვარაუდობდი ვიქნებოდი ოპოზიციაში, უმცირესობაში რა. ყველანაირ უმცირესობაში ყოფნა არ მინდა, მაგრამ ზოგადად პოლიტიკურ უმცირესობაში. პოლიტიკურ უმცირესობაში მოსულა. კი, მოსულა. ხო და დამთავრდა არჩევნები და აღმოჩნდი უმრავლესობაში. ახლა გარკვეულ დისკომფორტს გამიცდე მაგის გამო და ეს წვერებიან ხალხი ცოტა იყო და შევერთი იმყავს. ეს დაახლოებით იმ ძველი ანეკდოტის ამბავია, ხო? წვერს კი გავიპარსავ იდეებს რა უყო, იდეებსო. დაახლოებით ეს ვარიანტია. არ ვიცი მაგ ანეკდოტი. ნუ, კარგი. ნუ არიცი. კარგი. მომისმინე. აი ახლა განათლებული კაცი ხარ, კიდევ ერთხელ. კი, მაგრამ სულ შენ ხალხი გიცნობდა თავიდან, როგორც მოაზროვნეს, ხო? ერთ-ერთი პოპულარული გუნდის კაპიტანს, რომელსაც რატომღაც გედევან პოპხაძის ექვსეული ქვია, მე დღემდე არ ვიცი რატო. და არც მე არ ვიცი. არც შენ არ ვიცი. ზოგადად ამ 8 თებერვლის მოვლენებზე რა აზრის ხარ? შენი კომენტარი არ მომისმენია მე და ამიტომ მაინტერესებს. ცუდი აზრისაა, არ უნდა მოხდარიყო, არ იყო ხდარი. ცუდი აზრისაა, არ უნდა მოხდარიყო. მაგრამ შენ მაინც ნუ გეშინია, შენ ხელს არავინ არ გახლებს, სადაც არ უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ ხულიგნობის გარდა, ხო? ხულიგნობის გარდა დააბრალებენ ბრაკონიერობას, იმიტომ რომ გედის ხელისხლება არ შეიძლება. და ჩიორას რო არ დააბრალეს ბრაკონიერობა. ჩიორას არ ხო, ჯერ არა, შეიძლება დააბრალო. მე დააბრალეს ფაქტია. მე ესეთი გედი წითელწიგნში შეტანილი. გედი წითელწიგნში, თეთრი თუ შავი? ორივე. თეთრი გედი. ხო. კარგი, წითელწიგნშია საქართველოში თუ ზოგადად. შეგებო არ დამჭირდება თავს. მომისმინე და მე ესეთი ტრადიცია მაქვს გადაცემაში სტუმარმა, თუ კი ის პოლიტიკოსია უნდა თქვა სამი კარგი რამ თავის ოპონენტზე. ნუ ამ შემთხვევაში შენ, როგორც დეპუტატმა კოალიცია ქართული ოცნებიდან, რაღაცა უნდა თქვა კარგი სამი ნაციონალურ მოძრაობაზე. როგორც შენ ოპონენტებზე, რა შეგიძლია თქვა? ერთი გვთქვი, იუმორის გნობა აქვთ. აჰა. კარგი. წინასწარ მიპასუხე, ხო? კი. იგრძენი წინასწარ. დაუგარეთ დაში, ნუ გეშინია. ახლა ხია, შემდგომ რეალობის გნობა აქვთ. რისი განსვლა? რეალობის. კი. და სამართლიანობი არა. მე ხო იუმორის თუ გადაცემაში. ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ თქვენ ხართ არარეალური უსამართლო ბუდოები? ხო, პარკას გამოვიდა. ნუ არა, ისინი უფრო არიან. ნუ ჩანერგილია მეთქი და არ მიჯერებს არავინ. შენი აზრი მაინტერესებს. გედი, აი მაინც როგორ გონია? რატო წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები? კულტურფელად. კულტურფელად მითხარი, რა თქმა უნდა. როგორც ჩანერგილმა ჩანერგილს. ხო. ნუ ახლა
რადგან ძულწრფელად უნდა თქვა, მე მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი არის უმადური. მან 8 წლის მანძილზე ვერ დააფასა ის სიკეთე, ის დადებითი რაც ხდებოდა ქვეყანაში, ის პროგრესი, ამშენებლობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა ყველა სფეროში. და პირდაპირ ვეტყვი ქართულ საზოგადოებას თქვენ ეთერს მეშვებით. აი რაც მოუვა ამის მერე ქართულ ხალხს თავის თავს დააბლა. ეს გულწრფელი იყო, გედი? ნახო, იმორს თუ გადაცემაში ვარ. მოდი შევთანხმდეთ, რომ აქ გაკეთებული არც ერთი განცხადება პოლიტიკურად არ გამოიყენოს არამედ ვიცი. შენთან კი შევთანხმდები, მაგრამ თავად შენ არა ხარ ჩანერგიდებს ხო შენ ავლე. მე ვეღწ. კი. ხო და მოვიდაპარაკოთ, არც მე არ გამხელდა შენც ნუ. კი ბატონო. ორივემ შევინახოთ ჩვენი სტატუსი ჩანერგილის. დარჩეს ეს საიდუმლოდ და კაციშვილი ვერ გაიგო. აქ არავინ არ გაგვამხელს ახლა. რა თქმა უნდა. კარგი. მომისმინე ხა შენ როგორც ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, ამ შენ ხარ ბორჯომელი ხალხის მთელი რაიონ ქალაქის და მთელი რაიონის რჩეული. მე მინდა პატარა ექსპერიმენტი ჩავატარო და გამოვარკვიო ახლა ყველას თანდასწრებით ჩვენი მაყურებლის დარბაზში, ტელემაყურებლის თანდასწრებით. ხარ თუ არა შენ ნამდვილი ბორჯომელი? სადოთ? ერთი მეთოდი მაქვს ასეთი რა, რა ვიცი, თუ გაამართლებს, ნახოთ? დეტექტორის იმაზე ხო უნდა გამოდი? არანაირი დეტექტორი, არა, უმარტივესი. თან ისე შენ რომ მოგეწონება, ისე გამოვაცხადებ ყველაფერს ამას, ისე წავიყვან კალაპოჩში, რომ ვითომ თამაშობ ინტელექტ კლუბში. საინტერესო. მაშასე რუსკა სტუდიაში ტარატატატარატატატატა პარატატატა ტარატატარატატა ჰე ტარატატატარატატატა ტარატატატა ჰე ტარატატატარატატა დიდი მადლობა ეს ჩემია ეს რაცია ხო გიას რო ეკონტაქტები ხოლმე ესე იგი ბატონო გეტევა შეხედეთ სამი ჭიქაა და არის სამი განსხვავებული მინერალური წყალი. ნაბეღლავი, ბორჯომი და საირმე. მე ახლა ჩავასხავ ამ წყლებს სხვადასხვა ჭიქაში. რიგრიგობით დაგალევინებ. შენ რუსკა თვალებს აგიხვევს. რიგრიგობით დალევ. ჯერ არაფერს იტყვი. არაფერს იტყვი, სამივეს რო დალევ, მერე იტყვი სამი ჭიქიდან, რომელი იყო ბორჯომი. პირველი, მეორე თუ მესამე. შეიძლება? კი. ხდი, აუკარი თვალი. ასე გუფი. დასახურეთ ინფლაცია ჩემთან. და უკვე მამხილეთ და ხამხვრითავთ, ხო? ასე. ეხლა ახსნით და უცებ შენ გვერდზე ვანო მერავიშვილი იქნება. აჰა. ჩამოასხი. კი, ეხლავე. მე გაგიხსნი. ეს ერთი. მომეცი მეორე რუსკა. მასე რა. აი მეორე. ეს მეორე და მესამე. ნელა. დაახურე ყველას თავი, არ დაგვექცეს. აჰა, ეს აქეთ გადავდოთ ახლა, ბოთლები აღარ გვჭირდება. შენ დაალევინებ? თუ მე დავალევინო? მიდი, მიეხმარე. პირველი ჭიქა. ისე ახაულე მაქვს? დიახ. თხილად? მეორე? და მესამე. ავხსნათ. არა, ჯერ თქვას. პირველი იყო ბორჯომი, მეორე თუ მესამე? სამივე. კი, სამივე ნამდვილი ბორჯომელი ხარ თქვენ. ბრავო. ნამდვილი ბორჯომელი ხარ. სამივე დამპირდა ყველაფერს გაგაფრთხილებ. ხო დამპირდა ყველაფერს გაგაფრთხილებ, რასაც გავაკეთებ.
არა, ასე ყველაფერს თავისუფალი ხარ. ვიტყვი მხუმრობა. რა ხუმრობას? ეხლა რო გეუბნებოდი. არ არის ეგ სასაცილო, წადი და მანდ თავისუფალი. ვიტყვი ეხავე. ვერ იტყვი. წადი. არა, წადი, თავისუფალი ხარ. წადი. იცი რა, აღარ შემიძლია უკვე. დამლაგებლის ხელფას შენიღებ. იმ ხმის ოპერატორის ხელფას შენიღებ, ხმის რეჟისორის ხელფას შენიღებ, გრიმიორის ხელფას შენიღებ. ეხლა კიდე რედაქტორი და ხუმრობები ვეტყვი, რომ საერთოდ მოგაჭრან ეგ ხელფას. რა? კი ბატონო, აჰა. ბატონო, წადი. რატომ უნდა მომაჭრა? დაგაგდება ხელფასი. რატომ უნდა მომაჭრა? იმიტომ რომ სისულელებს ლაპარაკობს, სისულელებს აკეთებ, წადი თავი დამანებე რა. კი, ახმას გაუთიშე ხმა. ხმა გაუთიშე. ოთარ. თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღა. მაჩამით ხო? ეს აქ დამიტოვა ხო? ამას ჩავდგავ დიდი ბოდიში. დიდი ბოდიში, აი ასე. აი ასე. აჰა, კარგი. და ბოლოს რაც თქო მინდოდა. კი ბატონო, თქვით. ვინ გაცალა ხო? რაღაც თქვა გინდოდა და ვინ გაცალა? მე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში მუშაობ და თანამშრომლებს როგორ ეკცე. ერთით რა. მოვედი მე პარლამენტში დაგიჭირეთ თითიღილაგზე მაცალე რა ძალიან. მაცალე რა. ეს რომ მოვიდე და დამიჭიროს მე რა. ეს გამოროთ მაცალე. ეს ნაღდად მოვა. ხო და მე მაგას ვჩივი, კაცო და მეჩენია შენთან დარჩეს და კოჰაბიტაცია შედგეს ჩვენ თქვენ შორის. კოჰაბიტაცია, მართალი ხარ. კი. ბლიცი მოგიმზადე. მე რა შენ ვიცი რომ ბლიცს ათამაშებ ხოლმე გიორგი ბაქრაძეს, სულ. კი. მაგრამ ახლა ვერსად ვერ წახვალ, ვერსად ვერ გამექცევი აქედან. ბლიცი მოგიმზადე, 4 შეკითხვა აღვთ. სუპერ ბლიცია. 4 რა ამბავი. ნუ ასეა, ჩემთან ასეა. ვაა. მზად ხარ? ნუ ხარ გაეცობა. რომელ წელს ჩაება მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი? 1941-ში. 41-ში. 41-ში. გარკვევით ძალიან. კი, 41 წელს. ფესვი 1600-ას, კვადრატული ფესვი 1691-დან. ვივარაუდებ რომ ეს არის 41. რომელ წელს მოკლეს კალიგულა? ახლა ზუსტად არ მოსუნდა, მაგრამ ვივარაუდებ რომ 41 წელს. აქ შეიძლება ჩაძიება. ჩვენ წელს აგრიცხვამდე თუ ჩვენ წელს აგრიცხვით. აგრიცხვით. ხო, იცის. და ბოლოს, რამდენ ბორცვზეა გაშენებული ქალაქი ხარკოვი? ქულას მივიღებთ 4-ვე გამოვიცანე, ხო? რა თქმა უნდა. ჯანდაბა ჩემთან, მაინც 41. 41. ესე იგი, რა ადვილი ჩასაჭრელია მეოცნები ხალხო. იმიტომ რომ ხარკოვი არის 5 ბორცვზე გაშენებული. 5 ბორცვზე. კარგი, ეს ერთი ქულა ჯანდაბას, თავარია რომ დანარჩენები იცოდი და ნახევარ ქულას ჩაგითვლი. ნახევარი ქულა ჩვენგან პირადად. მადლობა. გედი, მადლობა მინდა გითხრა. ვიცი რომ დაკავებული კაცი ხარ. კარგი ხარ. შენ ახლა სწრაფად უნდა გაიქცე თუ უნდა გაფრინდე? ნუ, სწრაფად უნდა გაფრინდე. სწრაფად უნდა გაფრინდე. გედი ფოფხაძე. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო რუბრიკაში შალვაშვილი და ფანდურა, სტუმრად მოვიწვიეთ გიორგი შალვაშვილი და ფანდურა. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ასე საუბარი მეუხერხულება გიორგისთან. ხო და რა ვიცი მეც გადავწყვიტე რომ რაღაცა ასე ასეთ რეჟიმში რომ წავიყვანოთ ჩვენ საუბარი მიხდება? ძალიან. კი. ეს პრინციპში საჩუქარია, ანუ შენი სტუმრობის ბოლოს აუცილებლად უნდა გაჩუქებ და გაგატან და იმედი მაქვს რომ ერთ-ერთ სოლო კონცერტზე გამოხვალ ფანდურას დავაფარე. ან ფანდურას, არა, ფანდურას შენი და ეს რაც გაქვს. ამას უხდება ხო ეგ? ქართულად როგორ არის შლაპა, შლაპი?
არ ვიცი, ვერ გეტყვი. არის, ნუ რაც არის, როგორი ცილინდრი, ეს თლაც ცილინდრი ვერ არის. კარგი. გვერდულად არის თუ რატო? არა, დავალებოთ ამას თავი. აი, ეხლა ხო ნახეთ ხო ეს და ეხლა შემილია ხო რომ მოიხსნა უკვე თუ? მოიხსენი, იმიტომ რომ მე ოთარისთან გონია თავი და ამაზე არ გავხარ ოთარის. აჰა, კარგი. სხვათა შორის გია ჯაჯანიძემ მოგიკითხა. დიდი სიყვარულით გია ჯაჯანიძე არის ძალიან ისეთი პოპულარული ადამიანი. სხვათა შორის თავის დროზე თეას ჩაცმულობაზე იზრუნა. ძალიან საინტერესო. არა ჩვეულებრივად გამოიყურება თეა ყოველთვის. კი, ვზრუნავ მე მასზე ვზრუნავ. არა, წაში დაიწყეთ და გააგრძელეთ ეს სიამოვნება თეას. ეს სიამოვნება თეას. შენ კარგად გამოიყურები. მე ყოველთვის სიამოვნებს, როცა თეა კარგად გამოიყურება. რა კარგი ქურქი გაცვია. ავი ხო არა? აღა გევორქავარ, აღა გევორ. ხო არ იკბინება? რა ვიცი, გააჩინე. ავი არ არის? დაგიტოვებ, ამას მე დაგიტოვებ. არ ხარ შენ მაგის დამტოვებელი ახლა და ძალიან თქო არ გვინდა ეს ტყუილად ისა რა ქვია ზედმეტი საუბარი მომისმინებ ის კარგი ქურქი გქონდა შენ მე მახსოვს ფანდურ ერთ-ერთ კონცერტზე ეცვა და რატო გადააგდე გაცოფთა გაცოფდა ასიანი სხვათა შორის ეს მკერავმა ვინ შეკერა ეს ქურქი ხო არაჩვეულებრივი ქალბატონია და აქ რაღაცა ესეთი შტირები ქონდა გამოსული რაღაცა და სხვათა შორის ძალიან სერიოზულად თქვა მინდა გითხრა ამასთან დაკავშირებით რომ ეს რა არისო ამ ბედს რა გარმანალნი ნარუშენია ხო? ესენი რო აქო გამოსული. აჰა, გარმანალნი ნარუშენი, ანუ ჰორმონალური დარღვევა აქვს, ხო? გადავთარგმნი, გარმანალნი ნარუშენია, რა კაი ქართულია, წმინდა წყლის. რა თქმა უნდა. ჩვენ ეხლა და მე და შენ ერთმანეთი გავიცანით გიას დაბადების დღეზე. პირადად სურამელაშვილის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი, სადაც ბევრი დავლიეთ სხვათა შორის. მე მაშინ თვალი ვიყავი და მეგონა რომ მეჩვენებოდა რომ ასე გეცვა, მაგრამ ნუ ახლა აღმოჩნდა რომ მართლა ასე გაცვი. არა, იქ გავიცანით პირადად ერთმანეთს. რა თქმა უნდა. ეხლა ერთმანეთის შემოქმედებას ჩვენ დიდი ხანია. როგორ ასლაპარაკო. თვალყურს ვადევნებთ და სხვათა შორის აი ეს დაცხა რო იმღერა ერთი სიმღერა და ეს ქურთუკი გაიხადა და იქვე ააყუდა. და შეზარხოშებულ სტუმრებს ეგონათ ეს ქურთუკი რაღაც ცხოველი და ძვლებს ესვრიდან ხოლმე და სახში რომ მიხვედი ჯიბეებში ძვლები ხო არ იყო? არა, იმიტომ რომ მე მინდა გითხრა რომ არც ერთ ჩემს ტანსაცმელს შარულიდან დაწყებული ქურქით დამთავრებული ჯიბი არასოდეს არ ქონია. და არც აქვს. აჰა. გეტყვი რატო? რატო? იმიტომ რომ მე ხა იმიტომ ვიცმე ასე დიდ რაღაცებს ტანსაცმელებს რომ არის დიდი ადგილები რომლებსაც მალავ. გაიგე? მე ხა ჯიბე რომ მქონდეს იმ ჯიბეში უნდა დიდი რაღაცები ჩავალაგო და ამ დიდს უფრო გამადიდებს. აქედან გამომდინარე ჯობია ჯიბეების გარეშე ესე იგი სასწაული რაღაცა ეს ლოგიკა რა. აბა, შენ რამ ხელა ის არის ხო? სასწაული. ხო, მაგრამ შაბაშებს სადგიდებენ ხო? მე შაბაშებზე არ მღერი. უფასოდ? კი, სხვათა შორის მინდა გითხრა, უფასოდ მღერა მირჩევნია. ფანდურ მღერის უფასოდ დაუჯერო ეხლა? კი, დაუჯერ. უფასოდ მღერის გიორგი შალვაშვილი. არა, ნუ დღეს ახლა ჩემგანაც თუ ფულს აიღებ და რა ვიცი. არა, ასლაპარაკ. ფანდურას ვკითხავ შეიძლება? აბა მიდი. როგორ გადალახე? ძალიან დიდი კრიზისი გქონდათ შენ და ნინო ჩხეიძეს, აი ეს მარშრუტკები რო გაიფიცენ. გააქვს კიდე ჩემი ნაჩუქარი მარშრუტი. მას ხელს ვერ ადევს და ის შეინახა. და საათ ყველაზე ესეთ გამოსაჩენ. ხო, რა თქმა უნდა, ჩემო თქში ესე. გიორგი შალვაშვილის ალბომის გვერდზე ალბათ, ხო? არა, ჯერ არ არის გიორგი შალვაშვილის ალბომი, როცა იქნება აუცილებლად ისიც გვერდზე იქნება. რა ხდებოდა მითხარი, ახალი რა ხდება შენსკენ? კაიხანე არ გარშემოგივლია. ბოლოს იყავი ის, რა ქვია, შენი თვალები რამ შემაყვალა, მაღაზია არ იყავი? კი, მაღაზია ვიყავი ბოლოს. ახალი რა ხდება, მე და გიორგი გავაკეთეთ ერთი სიმღერა, ძველი კარგი გემრიელი სიმღერა. მაქსველოს დღეს მოусმენთ, ხო? აუცილებლად და კარგი რა ხდება, ახალი პროექტი დავიწყე მე თვითონ რა, ანუ ფოლკლორული ჰაუსი. folk house-ი. საინტერესო იქნება, ალბომის სახით თუ გამოვუშვებ ამას. ჯერ არ ვიცი რამდენად მივაღწევ მაგამდე. სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. ჰაუსი უკრავს და ასევე ფანდურა აფანდურებს და ძალიან მინდა გითხრათ რომ მაგარი სინთეზი გამოვიდა. წაღოლ. გიორგი, შენ როდის გაქვს დაბადების დღე? მე? ხო. კაკრას მოდის. აი, ზუსტად მითხარი, არ დამიმალო. და საჩუქარს გიმზადებ. უნდა გამიმზადო კიდე.
მეტი რა. არა, ეს არ არის დაბადების დღის საჩუქარი. ეს პროსტა ხო? საფსო არის. ეს ისე ხო, რომ ჩემგან რაღაცა ხომ უნდა დაგჭირს. აქედან შენ ზემოდან ჯაჯანიძეო. ხო, ანუ ეს ერთობლივი დიზაინით არის. მარტი. რიცხვს არ ამბობ, მე მეტყვი ჩუმად, რომ ხო ყველა ერთად რო არ მოვიდეს გეშინია, ხო? მოვიდნენ კაცო, დიდი სიამოვნებით მივიღე. არა, საჩუქარი მაქვს შენთვის, მე მინდა გაჩუქო ცხვარი. და მე ხო, რა როგორ გავუხავდა? და ცხვარი არის არაჩვეულებრივი საჩუქარი. მე გაჩუქებ ამ ცოცხალი ცხვარი კაცო და შენ გადაწყვეტ პატარა მარშრუტკა არა, პატარა მარშრუტკა არა. ეს რაღაც ხუმრობა იყო და ეს სერიოზული საჩუქარია. მე შენ გაჩუქებ ცოცხალ ცხვარს და მე შენ გადაწყვეტე დაკლა თუ ჩაიცვა. ცხრით რომ მოხვალ. შენ მარტო მომღერალი არ ხარ. შენ ხარ კომპოზიტორი. ხო, რეჟისორიც ხარ, ხო? ვარ. და რაც ყველაზე მთავარია, რატო აღოც ყველაზე მთავარი არ ვიცი, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ პოეზია ყველაზე განსაკუთრებით უყვარს, შენ ხარ პოეტი. ვცდილობ. რამეს ხოლმე წაგვიკითხავდით? დიდი სიამოვნებით. მე მოგართმევთ მიკროფონს. კი ბატონო. ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსია და ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს ეს ლექსი და ვფიქრობ არ ვიცი ამ ლექსის შემდეგ ძალიან დიდხანს მომიწია გაჩერება ალბათ ძალიან ბევრი ვთქვი ამ ლექსში მაგრამ ნახოთ მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალებ მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალებ ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა არ მემეტები მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე არც ერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი შენ კი შავ-თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი მე ვოცნებობდი და ეხატე უფუნჯოდ მხატვარს რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ ხატავს სულის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი სულის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეთქვა ბევრი მინდოდა ალბათ ბევრი რაც არ მერგება რაც არ მეკუთვნის ის ხომ მაინც არ შემერგება შენ არ გამტყუნებ ყველაფერი ჩემი ბრალია რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია მე ვარ ასეთი შენ რას გერჩი ყველას ხიდი ვარ ყველა ზედმიulis მაგრამ თავად საით მივდივარ ჩემთვისაც არის სადღაც გზები მაგრამ ვერ ვხედავ ან ბრმავარ ან და კიდევ წასვლას ვერ ვბედავ მე რომ წავიდე მე რა ვქნა ვის მიგაბარო ნუ თუ არ ჯობდა ერთხელ გეთქვა რომ მიყვარხარო ალბათ არ ჯობდა რადგან ენა არა გიმღერდა ალბათ სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა ალბათ დაგხალე და ამიტომ აღარ გინდივარ სწორედ ამიტომ სიყვარულო შენგან მივდივარ მე მგონი თქვენ ბატონო გიორგი უნდა განაგრძოთ წერა აუცილებლად ლექსების და შემდეგ კრებული ალბომიც ყველაფერი ანუ წინა გვაქვს ყველაფერი ახალგაზრდა ხალხი ვართ. კარგი, ახლა რაც შეეხება იმ სიმღერას, რომელიც დღეს ერთად უნდა შეასრულოთ, ამაზე მოდი ვასაუბროთ ჩვენი მეგობარი ფანდურა, გთხოვთ. ესე იგი, როგორ დავიწყეთ? იქიდან დავიწყო ალბათ, ხო? ხო, ანუ ეს რა სიმღერაა და ამ სიმღერის შესახებ ერთგვარი ეს ვთქვათ, უვერტურა გაუკეთოთ და შემდეგ უკვე გვიმღერეთ. გიორგის რო უთხარი, ცხვარი უნდა გაჩუქო, მე ცხვარი სიმღერაა ეს. ო, ვიცი მე ამას ცხვარი რო უყვარს, მე? ალბათ არ შევაიც მაგიტო შეაჩერო. ერთად შევაჩერეთ, ანუ გადავწყვიტეთ რომ რაღაც გაგვეკეთებინა დუეტი და იყო ძალიან ბევრი რაღაცა ეს ორი კაცი რაში გამოდგებოდა თუ არა მეცხვარეში ხო დუეტში რა უნდა გვემღერა რას ლაპარაკ მეტი რა უნდა გემღერათ ორ კაცი როგორ გეკადრება ეგ ვინი ფიქრა რას ლაპარაკ ესე და რა ვიცი ჩაიწერა და მე მგონი კარგი გამოვიდა
შემფასებელი აგრეთვე. აი ხო მოусმინოთ ერთად ხალხო. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ძალიან საინტერესო რუბრიკა შალვაშვილი და ფანდურა და სტუმრად გვყავდა გიორგი შალვაშვილი და ფანდურა. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, ვინც ინგას გადაიმტერებს, იგი თავისი მტერია. რუბრიკაში სტუმრად მოვიწვიე ხას უსვავ. ჩემი მეგობარი ინგა გრიგოლია. ხო. გამარჯობა, ოთარ, როგორ ხარ?
არა მიშავს, თავად როგორ გიკითხო? კარგად, მადლობ. რა საინტერესო რაღაც, როგორ? ვინც ინგას გადაინტერესებს? იგი თავისი მტერია. არავისთან არ ვაპირებ მტრობას, ეხა არ გინდა იმის ინტრიგის ჩამოგდება. არანაირი ინტრიგა, რუბრიკას ქვია. წვალებით, წამებით, რაღაცა ასე შემდეგ მოუბრუნდი უკან ჩემს საქმეს და ეხა ვინმეს არ შეეშინდე. არა, გენაცვალე, როგორ ეკადება? რატო ჯერაც არ გამომიცდი, ეხა რომ ვიღაცა შეეშინდეს და მე უცბად რაღაცა და გაჩერდა. აი ეხლა რომელი ვთქვა აღარ ვიცი, არც ერთი მოგწონს, არც მეორე. შემდეგ ძალიან გული დამწყდა მე რომ შენ არ გახდი დეპუტატი. მართლა რატო? გლდანელი ხარ? არა, გლდანელი არა ვარ, მაგრამ მეთქი რაღაც მომხედავს თქო წინ წავა და შენ მაინც დამნიშნავდი ჯანდაცვის მინისტრად. აბა, ხო შეგპირდი მე შენ რომ ჯანდაცვის მინისტრად დააგნიშნავ. შენ პირდი, მაგრამ აჰა. სად არის? შენ გლდანში იყრიდი, კენში. გლდანში ვიყრიდი, კი. აი ახლა მითხარი, რამდენი სტრატეგიული ობიექტი იცი გლდანში შაურმის გარდა? გლდან შაურმა საერთოდ არ ჭამ, აქედან დავიწყებ. რაც შეეხება გლდანს ამ თემაზე, აი რა გითხრა, ყველა წერტილი ვიცი, გლდანი, მუხიანი, ასე შემდეგ და მე მინდა რომ გლდანელებს ბოდიში მოუხადო, რომ დავუშვათ ბოლომდე ვერ ვიბრძოლე ამ გამარჯვებისთვის, მაგრამ მათ ვაძლევ პირობას, რომ ყველა ის თემა, რაზეც მათთან საუბრობდი ხოლმე არჩევნების წინ, ჩემს გადაცემაში იქნება მთავარი თემები. ძალიან დიდი გამოცდილება მომიტანა ამ წინა საარჩევნო კამპანიამ, ძალიან დიდი გამოცდილება მომიტანა საკრებულოში ყოფნამ და მინდა რომ გლდანელებს უთხრა, რომ ყველაფერი რაც მათ აწუხებდათ, რაზე ჩვენ საუბრობდით, იქნება ჩემი გადაცემების მთავარი თემა. მათივე მონაწილეობით ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ამ გადაცემაში მონაწილეობა. ეს გაჩუმების ახალი სტილია ქართულ ტელევიზიაში. მეც გამოვიყენო, შეიძლება სამომავლო ჩემი სტუმრებისთვის და იმიტომ გეკითხე. კი, რა დღეში აქ ნერვები? არა, ნერვები მაქვს მწყობრში. დიახ. საერთოდ ძალიან მაგარი ნერვების ადამიანი ვარ, ძალიან სერიოზული ნერვები მაქვს და ჩემი ნერვების ახლა ესეთი ადვილი არ არისოთ. შეიძლება გკითხოთ? კი, რა თქმა უნდა. დიდი ხანია არ ჩანდი, მაგრამ ახლა გამოჩნდები, თან იწყებ მუშაობას საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანუ კიდე არ გამოჩნდები? კიდე დაგენიძლავები და მე ამოიღეს გადაცემა. თუ გინდა შენ გადაცემას დავასო ჩემს პროექტს, რომელიც უნდა დავიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მე აი ამ ადამიანებთან ერთად გადავხედოთ ხოლმე რეიტინგებს, აბა ვიცი უკვე. ვინ გამოჩნდება და ვინ არ გამოჩნდება? ჯერ გადახტე და ჰოპლა მერე დაიძახე, ძალიან გთხოვ. ისე საწყალი პირველი არხი ჯერ ხადური მიუვარდა, ახლა შენ მიდიხარ. უფრო საინტერესო არ იქნება მე ხადური ჩემს გადაცემაში? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ისე მაინტერესებს, აი როგორ წაიყვან შენ имас, რა ქვია. რაზე გაქვს ეჭვი როგორ წავიყვან? არა, მაინტერესებს, აი ახალ რეალობაში. აი ხო, აი როგორ ახალ რეალობაში. კარგად. კარგი. კარგად და შეუდარებლად. მადლობა. მე ვიცი რომ პირველ არხზე არის შავი სია ხალხის, ვინც არ უნდა დაპატიჟო გადაცემაში. მე ახლა იმას არ გთხოვ რომ შენ ერთადერთი შეიპარო და იწყებ მუშაობას და გიორგი ვარდოსალინძე ჩამიწერე იქ. სადმე შენ ხელით ჩაწერე რომ არსადეგ ბიჭი არ დავინახო, ხო შეიძლება? შავი სიის არსებობა რო არ ვიცი, აბა მითხარი, არ გადამრიო ხა კონტრაქტს ხელი მოვაწერე და რაღაც სანქციები არ დამე. ამიტომ გაიარე კონსულტაციები. არანაირი შავი სია არ არსებობს, არსებობს სრულიად თეთრი სია. ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ვხედავ ახლა, შენთან არ მოდის იმდენი სტუმარი, რასაც მე პირველი არხის ეთერში უყურებ. შესაბამისად არ ვფიქრობ, რომ იქ რამე შავი სია არსებობს. ისე თქვენთანაც ხო არ არსებობს და იმიტომ ხო არა. რატო სულ ამბობდნენ რომ იდენტურიო ეს? რატო არ გამიხმება? რატო ვთქვი? კარგი. ეხლა რაღაცა უნდა გითხრა და არ გაგიჟდე ძალიან თუ. არა, რატო უნდა გავგიჟდე? ხო გითხრა ძალიან. მართალია რომ არჩევნების წინ 2 მილიონი აიღო რომ კანდიდატურა მოეხსნაო? ეს არის ძალიან ბოროტი ხუმრობა თქვენის მხრიდან და ძალიან დიდი სიბინძურე იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ასეთი რამ თქვა, იმიტომ რომ 2 მილიონი რო ამეღო ეხა. ისა როგორ მე საკუთარ ტელევიზიას გავაკეთებდი ხო? Range Rovers მიყიდიდი ადამიანო, Range Rovers. რა შენთვის მეყიდა იმდენი მეგობარი მყავს იმათ უყიდი. ესეც იმათიანია. ესეც იმათიანია. ვისი? აი მათი, ვინც გამომაგდო მე, პოლიტგამოგდებული ვარ მე, ვარსკვლავებიდან. აჰა. ისე დიდი ხანია მინდოდა მეკითხა შენთვის. აი შენ თუ იცი რა მსგავსებაა ქრისტიან დემოკრატებს და დინოზავრებს შორის? არ ვიცი. მეცნიერებს დიდი ხანია არც ერთი აღარ უნახავთ. მე ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნა? არ ვაკეთებ არანაირ კომენტარებს.
დებატებს ამ თემაზე, პოლიტიკურ თემებზე, რაღაცა 1000 გვარ სულელურ ჭორზე და ასე შემდეგ. ხა აიტანე, აბა, ჩემი უპასუხობა გავჩუმდები და გავჩდები. გაჩუმდი. შენ გადაცემაში რომ მოხდარიყო ის ამბავი. კობა დავითაშვილის და რატიანის. აი შენ როგორ მოიქცეოდი მაინტერესებს. უი, არ ვიცი, ყოჩა ღთიასიჭინავას, აი ესე ორი ხელი და წეული ხელი თუ უნდა ვთქვა, ყოჩა ღთიასიჭა. ეხა რო გითხარ ჩავერთვებოდი და მესამე მონაწილე ვიქნებოდი თქო. არა, რა სულელია, მაგას. არა, აი მანდილს მოვიხსნიდი და შუაში ჩავაგდებდი და ეს გავაჩერებდი ამით ჩემს რესპონდენტებს. ხო უყვართ ესეთი ფრაზები, რომ აი ღირსებას გვილახავენ, ქართველობას გვიკლავენ, აი რაღაცა აღარაფერი ღირებული ქართული აღარ არის ამ ქვეყანაში და მე ქართულ ღირსებას, ქართულ მანდილს გამოვიყენებ და ჩავუდგე. Range Rovers გვართმევენ. ვინ გართმევთ ამ Range Rovers? ვინ წამართვა Range Rover-ი? კონკრეტულად რა, არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ხო წამართვეს. ხო, რა ვიცი. ზოგადად წამართვეს Range Rover-ი. აი ამიტომ აი ჩხუბის დროს მე მინდა ურჩიო ბატონ კობას, რომ 10 კილო რო დაიკლოს, მე კი ვეღარ გაექცევა სტუდიიდან ნაციონალი. ეგრე დაეწევა იქ და. რატო სამაგიეროდ აიუყურებ, არა. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე. რომ დაიკლოს შეიძლება მე თვითონ დაეცეს და არა მოწინააღმდეგე და თვითონ იდგა მედგრად და ანუ ესე იგი წონა მაინც და მაინც უნდა არა ეს ლოგიკურია არა აბსოლუტურად ლოგიკურია ანუ შეიძლება ისიც მომხდარიყო შეიძლება ასეც რასაკვირველი ანუ მინუსი რა უფრო იყო ეხა შემითხარი აი რა იქნებოდა სტუმარი რო სტუმეროს თუ სტუმარზე და რესპონდენტზე რო ვფიქრობ უკვე ანუ შენი მოწინააღმდეგე ჩხუბში მეტოქე რო გაგექცევა ის უფრო დიდი მინუსია თუ შენ რო დაეცემი აი ეხა ხო კაცი ხარ და კაცური მე გეტყვი წონასთან დაკავშირებით ზედმეტი წონა მინუსია როცა მისდევ ვიღაცას და გინდა დაეწიო ხო? და თუ კი ადგილზე დგახარ მედგრად და იქვე ყავს მოწინააღმდეგე, მაშინ წონა კარგია. აჰა. ანუ გააჩნია რა შემთხვევაში. ხო და აი მაგ კონკრეტულ შემთხვევაში მინუსი იყო? ვერ გეტყვით. გაეკიდა, ფაქტია. გაეკიდა და ვერ დაეწია. არა უშავს ჩემ სტუდიაში დავაცებ ერთმანეთს. ცინა ყველაფერი ის როგორ დავაცებ თან ძალიან დიდი სტუდია იქნება იქ გამშველებელიც ბევრი იქნება ტაშის დამკვრელიც ბევრი იქნება ანუ აპლოდისმენტებსაც ბევრი ასე შემდეგ არ დაიშურებს იმიტომ რომ ძალიან დიდი სტუდიით კეთდება გადაცემა და ასე რომ შეუძლიათ შემოიარონ მე ესე იგი ასეთ რაღაცას ვაკეთებ ხოლმე ერთგვარი ექსპერიმენტი მაქვს რომ პოლიტიკოსი რომ მოდის ამ შემთხვევაში ყოფილი პოლიტიკოსი რომ თავის ოპონენტზე სამი კარგი რამე უნდა თქვას შენ ახლა არც ერთ მხარეს ხარ არც მეორე მხარეს ხარ აბსოლუტურად ნეიტრალური ამიტომ მოდი ვთქვათ ორი კარგი თქვი სამი არ გინდა ნაციონალურ მოძრაობაზე და ქართულ ოცნებაზე მე არაფერს არ ვიტყვი არც კარგს და არც უცი იმიტომ რომ მე ვიღაცას ეწყინება იმიტომ რომ ხო ქართველები ვარ და აბსოლუტურად ქართული მიდგომები აქვს და აღარ მოვლენ ჩემს გადაცემაში ასე რომ არც პლუს ვამბობ და არც მინუს სრულიად ნეიტრალური პოზიციიდან ვაპირებ ჩემი გადაცემა ჩემზე თქვი რამე სამი მაშინ კარგი შენ ხარ სიმპათიური მოდი ამაზე გავჩერდე ნიჭიერი და ქალების ძალიან საყვარელი ტიპი მაგალითად დედა ჩემი მე პატარა გოგოებს არ გულისხმობ ხა ნუ გაგიხარ და დედა ჩემი დედა ჩემი იყო გადარეული შენს ცეკვაზე და ესე იჯდა და ამბობდა მოიცნობ რა საყვარელია როგორც ცეკვას ანუ აი მეტი სამი კაი გითხარ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ძალიან ცუდი ეხა ხო სამი ხუთქვი კარგი მაინც იტყვი და იმას მაინც ვიტყვი რომ ვათქმევინეთ ხო თქვი ცუდი რა არის ეხა ცუდი რო ვერ მოგიძებნო რამე მე დაიჯერებ რომ იდეალური მე რაც გინდა ის მითხარი მე მაინც მოვალ შენ გადაცემაში თუ დამიძახებ რასაკვირველი მარტო პოლიტიკოსები გეყოლება თუ არა მარტო პოლიტიკოსები და პლუს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები პლუს ადამიანები ექიმები შენ საერთოდ ჩამოყალიბდი ვინ ხარ გადავირე ესე იგი როცა უნდა ექიმია როცა უნდა მოცეკვავეა როცა უნდა შოუ მიყავს როცა უნდა სერიალშია როცა უნდა მსახიობია როცა უნდა მომღერალია აი ეგ არის შენი ერთი ყველაზე დიდი მინუსი ღმერთმა დაგიფაროს შენ ტვინის შერყევა არ ქონია თორე მე დამაფასებდი რა იცი რა არ მქონია ხო არ მეტყობა მე რო ტვინის შერყევა არ მქონდეს გადატანილი იუ ყველაფერს გადავიტანდი რაც აქამდე მქონია ცხოვრებაში ასეც მართალია აბა რა ტვინის შერყევა კარგია ცოტა გილაითებს ხოლმე რაღაც დამოკიდებულებებს ცხოვრებას გააჩნია ფორმას და სიმძიმეს ანუ ცუდია ეს მე რო ვერ საქმეს ჩამოუყალიბებელი ტიპი ხარ რა ვერ ჩამოყალიბდი იმიტომ რომ ვერ გავიგე ვინ ხარ აი ვერ გავიგე უბრალოდ გავიგე რომ ხარ ნიჭიერი მოდი ამას მრავალმხრივი რო დავარქვათ
არა, მე მაგას ვარქმევ ჩამოუყალიბებლობას. იმიტომ რომ ინფორმებში, აფორმაშიც მე შენ მინახი ხარ, როცა ეკვაო მეორე დღეს ექიმი რომ მინდოდე, შენთან როგორ მოვალ პროსტა. გამორიცხული, აი წინა დღეს სცენაზე როცა ეკვავდი, მეორე დღეს როგორ მოვიდოდი შენთან. ძალიან გთხოვ, ნუაყენებ შეურაცხყოფას, ვინც მოვიდა. ისინი ჩვენი მაყურებლები არიან. არა, მე მათ კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, კაცო, შენ გეუბნები მინუსი რა მაქვსო და გეუბნები. კი ბატონო. არა, მე ამ შემთხვევაში ვხუმრობ სინამდვილეში, აი იგი არის, ძალიან ნიჭიერი, ძალიან მაგარი. იგი მე ვარ. ძალიან სიმპათიური. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი ექიმი, ძალიან მაგარი რესპონდენტი, ძალიან მაგარი მოცეკვავე, ძალიან მაგარი მომღერალი, ძალიან მაგარი შოუმენი. მე მგონი მიყვარხარ და ეხლა მივხვდი აი ამ საუბარში. არა, მართლა. იმიტომ რომ ამდენი კარგი არც ერთ კაცზე არ მithქვამს ცხოვრებაში და ერთადერთი აღმოჩნდი, ვიზეც აი ეს ამდენი ძალიან კარგი ვთქვი. ეხლა დამაფასე. კი, გაფასებ და მე მგონი აქვე დავამთავრებ გადაცემას. კი, რასაც ჯობია. კარგია. აქვე დავამთავრებ გადაცემას, მოდი აი ასე მირჩევნია. ასე მირჩევნია, სანამ სხვაგან წავედით. ქალბატონო ინგა, მეც მიყვარხართ. აი ხა პირდაპირ ეთერში გეუბნებით, თუ იგივე ეთერში რა მნიშვნელობა აქვს ამას, რომ მთელი ცხოვრება მიყვარდით და ყოველთვის მეყვარებით. და აქამდე მე სად იყავი, ვერ გავიგე. არ ვიცი. 42 წლის გავხდები 8 მარტს და ეხა მეუბნები მთელი ცხოვრება ეკრანზე ვიყავი და როცა 40 გადავაბიჯე ეხა უნდა მითხრე, მოსულიყავი. გეთქვა, დროულად. კარგ ასაკში ეხლა ვარ 41 სული. 41 წლის ასაკის კაცი ეხა არ მითხარო, კარგია. ქალისთვის 40-ის ზევით არის ძალიან მაგარი ასაკი, აი ძალიან მაგარი და კაცი 40-ის შემდეგ ხო გითხარი, დავამთავრე ამ გადაცემას. 40 წლის შემდეგ ქართველი კაცები იცი როგორები არიან დაღლილები, აი გამოწურული ლიმონივით, არ მიწყინოთ ეხა იუმორისტულ გადაცემაში. აი რაღაცა ყველაფერი ეზარება. ეხა ამას ეს ხო უკვე აი ეხა წავალ მივწვევი იმაზე დივანზე ფეხბურთს უყურე. ეხა იქ სად აი რო ეთქე მაგალითად წამოდი რაღაცა კლუბში წავიდე ჯას მოусმინოთ, ყავა დავლიო, მოიცა რა. შენ მე მითხარი კლუბში ჯას მოგასწრებინებო და არ წამოვედი? ხალხო მთელი საქართველო მიყურებთ, რა დამზარებია, როდის დამზარებია? კარგი, მაშინ ეხავე გეუბნები. არა, ეხავე გეუბნები, დაგპატიჟებ და წამოდი. მე მგონი დამეწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. აღმოვაჩინე 40 გადაცილებული მამაკაცი, რომელიც არ არის დაღლილი, ძლივს, პირველად საქართველოში. სულ არა ვარ დაღლილი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ხო არ ხარ? ვერ ვიტან პოლიტიკურად ანგაჟირებულ კაცებს. არა, ვინ მოიგვარჩევნები? ეგ თვითონვე თუ გარკვიეს ამ კოაბიტაციის ფონზე, რა ვიცი, აბა. მოიგო? არა ვარ დაღლილი, ეს ხო ანეკდოტია ძველი, ძალის მიყვარს ეს. ნუ გახსნი ხა, უკვე გავიგე რა წინოდა მაგ. აბა მაგალითად, მაგ მინდოდა. არა, ნუ გეთქვა რომ თვით რამეო და არა, მადლობ, ჩვენ სუფრიდან მოვდი. შიმშილით რო კვდებიან, სასაცილო იყო ეს. ისეთი უნიჭო ხუმრობა იყო, რომ არ გაეცინათ მოხედ. მოკლედ, აი ისე ანეკდოტებში ქართველები მე მგონი ცოტა მოვიკოჭრე. კი, მე მიყვარს ძალიან. ამ ბოლო დროს რაღაცა ანეკდოტებს ვისმენ ხოლმე და აშკარად აღარ არის ეს ის, რაც ბავშვობაში მამაჩემისგან მესმოდა მისი ამხანაგების გამო. არა, ანეკდოტები კი, მე მიყვარს ტაილანდური ანეკდოტები. აბა, ნანგონი. უზდელურია ვერ გიქ. მერე ეთერს მიღმა. რას ნიშნავს ეთერს მიღმა მეტყვი? უზდელურ ანეკდოტს? მოგიყვები როგორც მე რა 40 გადაცილებული ხარ, შენ გონია რომ მაგის უფლება გექნება, რომ იმაში რა ეთერის მიღმა შენ მე მომიყვე უზდელური ანეკდოტი? შენ ვის ელაპარაკები? ხო არ დაგავის და პირველი ფრაზა რა თქვი? სანამ მე შემოვიდოდი რა თქვი? ვინც ინგა გრიგოლიას გადაიმტერებს, იგი თავისა მტერიაო და უზდელობას თუ დაიწყე. გადაგიმტერე უკვე? ჩემი პირველი მტერი. გადაგიმტერე უკვე? არა, ჯერ არა, მაგრამ. გიყვარვარ კიდე ჯერ? ნუ კი. ჯერჯერობით. ეთყობა ძალიან გიყვარვარ, თორე აქამდე გადაგიყვარდებოდი. ნუ რადგან შედგა ჩვენი სიყვარული და მთელ საქართველოს უთხარით რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, მე ვარ ბედნიერი და მე ამითი დავამთავრებ გადაცემას. ძვირფასო მეგობრებო, ჩემი შეყვარებული იყო სტუმრად. რუბრიკაში ვინც ინგას გადაინტერესებს, იგი თავისა მტერია. მე გულწრფელად, აი მართლა გულით გეუბნები ინგა, მინდა გისურვო წარმატება. მე რო არც გისურვო, ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან წარმატებული ეთერი გექნება და
ძალიან მიხარია რომ უბრუნდები შენ საყვარელ საქმიანობას და ძალიან მიხარია რომ გამოჩდები ტელეეკრანზე და მე გეტყვი რომ მე ვიქნები შენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მაყურებელი. და სხვა რა დამჩენია, ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა ოთარს, მართლა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მიყვარს აქ მოსვლა ყოველთვის რაღაცა ისეთია გემრიელი. რატო არ გეყვარ შეყვარებული გელოდება სულ? რატო არ გეყვარება? ესე იწყება ცხოვრება 40 წლის შემდეგ. 40 წლის შემდეგ. ცხოვრება მხოლოდ იწყება. ინგა გრიგოლია. დაკითხავენ დღეს მერავიშვილიც იყო პროკურორი ემზადება და ახალ დასაკითხს ელოდება ისაკეთებდა გზებს დაგვინათებდა